შეერთებულმა შტატებმა უკვე ოფიციალურად დადო საკუთარი უსაფრთხოების სტრატეგია. ეს არის 27 გვერდიანი ფურცლიანი გვერდი, რომელიც აიტვირთა თეთრი სახლის ოფიციალურ საიტს. ეს არის სტანდარტული კონცეფცია, რაც იწერება ხოლმე, ანუ ამერიკელებს აქვთ ეგეთი წესი, რომ ამ საგარეო კონცეფციას ყოველთვის ამის დოკუმენტაცია ხდება, ამის საჯარო დემონსტრაცია ხდება იმისთვის, რომ შემდეგ მოხდეს ამის წარდგენა კონგრესისთვის და კონგრესმა მერე კენჭი უყაროს კონცეფციას და ნუ ცხადია ფინანსები მიიღოს, ხო, იმისთვის, რომ ეს კონცეფცია მერე გატარდეს. რანაირად გამოიყურება ახლა ეს 27 გვერდიანი სტრატეგია. ჩვენ ვიცით, რომ ამერიკა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იყო ბიპოლარულ მდგომარეობაში, ხო, ანუ სამყარო იყო ორად გაყოფილი, სამყაროს ერთ ნაწილს აკონტროლებდა საბჭოთა კავშირი და მისი წითელი მოკავშირეები და ისინი სოციალიზმს და კომუნიზმის გავრცელებას ცდილობდნენ მთელ დედამიწაზე და მეორე ნაწილს აკონტროლებდა შეერთებული შტატები და მისი ალიანსი ნატოს სახით, ავსტრალია და შემდეგ, რომლებიც ლიბერალურ დემოკრატიას ავრცელებდნენ. საბოლოო ჯამში გაიმარჯვა შეერთებულმა შტატებმა, ეგეც ცალკე შორს დაგვიყვანს, რატომ მოხდა, ჩემი აზრით, ლოგიკურად გაიმარჯვა საბჭოთა კავშირზე და 91 წლიდან, ნუ შეიძლება ითქვას, აი უკვე ოფიციალურად გამოცხადებულად, დეკლარირებულად დღემდე, ნუ ეს დიდი ხანია ეს პროცესი ამის, ანუ შეერთებული შტატების შესაძლებლობების და ჰეგემონიის ეროზია დიდი ხანია დაიწყო, მაგრამ ასე გამოცხადებულად, დეკლარირებულად, რეალურად ეხლა ხანს მოხდა ამ ჰეგემონიის დასრულების დეკლარირებული გამოცხადება. აი როგორც საბჭოთა კავშირის რღვევა 80-იანი წლების ბოლოს დაიწყო, ხო ხა მაგათ 90 წელს 1990 წელს საბჭოთა კავშირი ფორმალურად არსებობდა, თორე რეალურად დე ფაქტოდ ზვიად გამსახურდია იყო საქართველოს მართველი ჩეჩნეთში რაღაც დუდაევი აკონტროლებდა ხო სიტუაციას, მაგრამ ოფიციალურად 91 წელს დაიშალა, ხო, ბელოვეჟის იმის შეთანხმების შედეგად. ოფიციალურად უკვე ამერიკამ დეკლარირებულად გამოაცხადა, რომ პირველი, მოდი პუნქტობრივად ჩამოვყვეთ, ახლა რა წერია მაგ სტრატეგიაში. პირველი, ამერიკა აღარ არის სოფლიო ჰეგემონი. ანუ ამერიკელებმა თავად გამოაცხადეს, თვითონ დაწერეს, რომ დღეიდან ჩვენ არა ვართ ნომერ პირველი სახელმწიფო, რომელსაც ევალება დედამიწის კონტროლი, რომელსაც ევალება, რომ ვინმე თუ რაღაც ამ საერთაშორისო ნორმებს და წესებს დაარღვევს, ამერიკა უნდა ჩაერიოს და უნდა დასაჯოს. ანუ არა ვართ ნომერ პირველი ჰეგემონი. ხო, ანუ სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ჩვენ აღარ ვეცდებით ჩვენ მიერ, ვთქვათ, დასავლური სამყაროს მიერ შემუშავებული საერთაშორისო წესრიგის დაცვას მთელ დანარჩენ მსოფლიოში. ჩვენ წესრიგს, რომელიც ჩვენ გვჭირდება, დავიცავთ მხოლოდ იმ ქვეყნებში, რომელშიც ჩვენი ინტერესი იქნება და ჩავთვლით, რომ ეს ქვეყნები საკმარის мотиваცია გვაქვს იმისთვის, რომ აქ რაღაცა ჩვენი დღის წესრიგი და ურთიერთობების ფორმები დავიცავთ. სხვა ქვეყნებში არ ვერევით. სხვა ქვეყნებში ჩარევის ეს გლობალურ პრაქტიკას ვწყვეთ, მათ შორის სხვა ქვეყნებში დემოკრატიული დღის წესრიგის დაცვის ამოცანა რომელიც გქონდა, ეს ამოცანა გვერდზე გადავდეთ. ეს ამოცანა აღარ არის იდეოლოგიური, აქტუალური ამოცანა ამერიკისთვის. ანუ სხვა სიტყვებით რომ თქვათ, ამერიკამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ნუ პასუხისგებლობას იხსნის მთელ დედამიწაზე და ასე გამორჩევით აცხადებს რაღაცა ზონებს, რაღაცა სივრცეებს, სადაც მას აქვს დომინაციის და უპირატესობის პრეტენზია. ეს და თან გამოცხადებულია რა ზონებია ეს. ანუ ეს რამე ასე ისე კი არ არის აბსტრაქტული, იქნებ საქართველოს მოხდეს, ან იქნებ უკრაინამ მოხდეს. ანუ გამოცხადებულიც, ანუ რა ზონებზეა საუბარი, რა კონტინენტებზე და რა რეგიონებზეა საუბარი. დასავლეთ ნახევარსფერო ავტომატურად, დასავლეთ ნახევარსფეროში იგულისხმება ჩრდილოეთ ამერიკა და სამხრეთ ამერიკა. ანუ ამერიკამ გამოაცხადა, რომ მაგ სივრცეში
არავის პრეტენზიას არ მოვითმენ. ანუ ვენესუელა, ბრაზილია, კოლუმბია, მექსიკა, კანადა, გრენლანდია. ეს არის ერთპიროვნულად ამერიკის გავლენის ზონა. აქ ნომერ პირველი სახელმწიფო ვარ ჩვენ. და მანდ თან საინტერესო რა არის ეს რო დაასახელა, დასავლეთ ნახევარსფერო. ეს არის ჩვენი გავლენის ზონა, სადაც ჩვენი ინტერესი არის, ჩვენი გავლენა დაცული იყოს. ეგ დეკლარაცია იმის, რომ ქვეყნებს შეუძლია ძლიერ ქვეყნებს საკუთარი გავლენის ზონები გამოაცხადონ ასე. გამოცხადება მოახდინონ, რომ იქონიონ გავლენის ზონები, ეცადონ იქ საკუთარი ნების გავრცელებას და ამის ლეგიტიმური უფლება თუ აქვს ამერიკას, რომელიც აცხადებს, რომ მე დემოკრატიის დაცვა მთელ დანარჩენ მსოფლიოში და საერთაშორისო ნორმების დაცვა ჩემი ინტერესი აღარ არის. ყველა თავის საკუთარ ინტერესს თვითონ განსაზღვრავს, ჩემი ინტერესი არის უბრალოდ ჩემთვის გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი გავლენის სივრცეებში ჩემი გავლენა დავიცვა, იგივე შეუძლია გააკეთო სხვასაც. სხვათა შორის აიღურე ეს ძალიან მნიშვნელოვანია მოახდინა ეს იგულისხმება, თვითონ ვთქვათ ეს ლოგიკა ეგ მოხდება შენ თუ მას ხადებ რომ ეს შენი გავლენის სფეროა, შენი უკანაესოა ასე. კი, ნუ სხვაც იგივეს გამოაცხადებს. ხო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. სინამდვილეში მოდი ხო ობიექტურობისთვის ის ვთქვათ, რომ რეალურად გავლენის ზონები ყოველთვის არსებობდა. მათ შორის აი ამერიკას რომ ლიბერალები მართავდნენ და გლობალისტები, როდესაც დემოკრატიის ექსპორტით იყო აქტიურად დაკავებული, მაშინ ღიად ოფიციალურად ამერიკა არ აცხადებდა, რომ მას გავლენის ზონები ჰქონდა. და სხვათა შორის, აი მაგალითად კომუნისტური კუბის არსებობა ამას უკავშირდება. ხო, მიუხედავად იმისა, რომ კუბა არის ამერიკას ესაზღვრება და ყველა ლოგიკით ამერიკა დიდი ხნის წინ უნდა შეეცვალა მან მართლობა და რაღაც სხვადასხვა ფორმით, ნუ ამერიკა ითვალისწინება რაღაცა ფორმით აი ამ მოცემულობას, რომ ნუ ამერიკა ეხლა ამ წესებს ვერ დაარღვევს. კი, სხვადასხვა სპეცსამსახურების მეშვეობით, ეკონომიკური თუ სხვა მეთოდებით, სპეცსამსახურების მეშვეობით ის ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ თავისი გავლენები USAID-ის მეშვეობით, რბილი ძალის მეშვეობით თავის გავლენები გაეზარდა და შეენარჩუნებინა, მაგრამ დეკლარირებულად ამერიკა არ აცხადებდა, რომ აი ესა ჩემი ზონა, აქ არავინ წვირი არ შემოყოს. დღეს უკვე ეს პრეცედენტი დადგა, რაც შოთამ სწორად თქვა, ნიშნავს იმას, რომ ანუ ეგ ავტომატურად გამოიწვევს იმას, რომ სხვა ძლიერი მოთამაშეებიც განსაზღვრავენ თავის ეროვნულ ზონებს. აი როგორც ამერიკამ გამოაცხადა, რომ დასავლეთ ნახევარსფერო არის ჩემი ნაციონალური ინტერესების ზონა, ეგრეთ ჩინეთიც შემოხაზავს თავის ზონას, რუსეთიც შემოხაზავს, თურქეთიც შემოხაზავს და ამ შემდეგ. და არც აქვს და ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ამაზე ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს უკვე მათ შორის ერთ-ერთი ვერსიით, როდესაც პუტინი ჩავიდა იმაში ანკორიჩი, ალიასკაზე, მათ შორის გავლენის ზონებზე იყო საუბარი. და მე მგონი აქითკენ მიდის. მათ შორის თუ თვალს, როდესაც ვადევნებთ უკრაინის საკითხი როგორც წყდება, ნუ ბევრი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ეს შეთანხმებაა რუსეთსა და ამერიკას შორის. ეს ერთი საკითხი. გარდა ამერიკის კონტინენტისა, ნუ ჩრდილოეთ სამხრეთ ამერიკის კონტინენტისა, ასევე ამერიკა აცხადებს, რომ ინდოჩინეთის რეგიონში მას აქვს ინტერესები. არა ცხადია იმ სიმწვავით და იმ ეგზისტენციალურობით, რაც მაგალითად მექსიკაში აქვს, ან კანადაში აქვს, ან პანამაში აქვს, მაგრამ იქაც აქვს, ანუ იქაც იბრძოლებს. იქ თან დასახელებულია, რომ თავარ ეკონომიკურ კონკურენტად. არა, მანამდე მივალ. ინდოჩინეთის რეგიონში რა იგულისხმება? იგულისხმება იაპონია, იგულისხმება სამხრეთ კორეა, იგულისხმება ავსტრალია, ასევე იგულისხმება, რომ ინდოეთია მნიშვნელოვანი ამერიკისთვის, არა როგორც რაღაც სტრატეგიული პარტნიორი, არამედ როგორც ეკონომიკური პარტნიორი, რომლის გაძლიერება აწყობს შეერთებულ შტატებს იმისთვის, რომ დააბალანსოს ჩინეთი. ეხლა რაც შეეხება ჩინეთს. ჩინეთი არის გამოცხადებული არა როგორც მთავარი მტერი და მთავარი მოწინააღმდეგე, არამედ როგორც
ეკონომიკური და ტექნოლოგიური მეტოქე, კონკურენტი. და ასევე აღნიშნულია, რომ ჩინეთის სწრაფი განვითარების და გაზრდის ეს ტემპი ამერიკამ უნდა დააბალანსოს ეკონომიკური, ფინანსური და სხვა მეთოდებით. ანუ ეგ რას ნიშნავს? ეს რას ნიშნავს? ეგ იმას ნიშნავს, რომ ტაივანის გამო არიომებს ამერიკა. ანუ ეგ მაგიტომ წერია, რომ ჩინეთის განვითარების და გაძლიერების, ასე ვთქვათ, გზას და ამ შესაძლებლობებს ამერიკა არ დაუპირისპირებს სამხედრო ძალას. ის არის ეკონომიკური კონკურენტი. კი, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ეგ რატო არის აღნიშნული? იმიტომ რომ მართლა ხა არასოდეს არ დაუპირისპირდება ჩინეთს სამხედრო კუთხით. პირდაპირ ომი არასოდეს არ ვიცი ხა თუ ჩინეთი იმაში ალიასკაზე გადასხავს ოდესღაც დესანტს და იქ დაისხმევა თავს რაც ნაკლებად სავარაუდოა იმ შემთხვევაში კი, მაგრამ ტაივანის გამო არიომებს ამერიკა. ეგ ისედაც გასაგებია. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს რეგიონს, ეგ ყველაზე მნიშვნელოვანი და საგულისხმო უნდა იყოს ჩვენთვის. რუსეთი არ არის დასახელებული როგორც მოწინააღმდეგე. სხვათა შორის რუსეთზე ფაქტიურად არაფერი არ წერია. ანუ რუსეთი არ არის გამოცხადებული როგორც შეერთებული შტატების მოწინააღმდეგე. და ეგ მაგაზეც გადავალთ, აი რას ნიშნავს ეგ? ანუ ტრამპის ადმინისტრაცია ამბობს, რომ რუსეთთან სწრაფად უნდა მოხდეს ამ უკრაინის კონფლიქტის დასრულება და ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა. რაც ნიშნავს სანქციების მოხსნას და ეკონომიკური პარტნიორობის რაღაც ნაბიჯების გადადგმას. უკრაინის კონფლიქტი ასევე არის ნახსენები, უკრაინის კონფლიქტი არის სწრაფად დასასრულებელი და არ შეიძლება ამერიკამ ყურადღება გაფანტოს უკრაინის მიმართულებით და უკრაინის საკითხი არის ევროპის პრობლემა. რაც მნიშვნელოვანია იმ კონტექსტში, როცა ამერიკა მთავარ ეკონომიკურ, სინამდვილეში ეკონომიკურ გამოწვევად რო ასახელებს, ნიშნავს მთავარ მეტოქე არის, ანუ ჩინეთი. ჩინეთის როგორც მთავარი მეტოქის პირობებში რუსეთთან ეკონომიკური კავშირების აღდგენა, ანუ ჩინეთ-რუსეთის ალიანსის სიმტკიცის დარღვევა, ალიანსის სიმტკიცე რაში დგას ძალიან როცა ჭირდება რუსეთს. ჩინეთი მაშინ მათ შორის კავშირები ძალიან მაღალი мотиваციიდან გამომდინარე ძალიან მყარდება. ამერიკას ჭირდება მოცემულობა, სადაც ამ მაღალ мотиваციას გააქრობს და აქედან გამომდინარე საკუთარ თავზე დააბრუნებს უფრო მაღალ კავშირებს ეკონომიკურს და რაღაც პოზიტიური ურთიერთობის ფორმატში გადაიყვანს იმისთვის, რომ ჩინეთ-რუსეთის ასეთი ძალიან მნიშვნელოვანია ჩაშალოს. ხო, აი მოდი ახლა ოდნავ ახლა ჩვენ და ევროპაზე ძალიან მნიშვნელოვანია. არა, სანამ ევროპაზე გადავალთ, ეგეც მნიშვნელოვანია, რომ ჩავშალოთ. ანუ რატომ ასეთი ძალიან რაღაც კეთილგანწყობა და პოზიტიური დამოკიდებულება რუსეთისადმი. მიუხედავად იმისა, რუსეთი აგრესორია, წლების განმავლობაში თავარ მოწინააღმდეგეთ იყო დასახელებული შეერთებული შტატების. ანუ რატომ, აი რა ხდება, დავიჯეროთ მართლა კგბ-შნიკმა პუტინმა გადაიბირა და მოისყიდა ამერიკის პრეზიდენტი? მე მესმის, რომ ახლა კონსპირაციები ძალიან პოპულარულია თანამედროვე ეპოქაში, მაგრამ ჩვენ აი ცოტა გეოპოლიტიკურ სიღრმეში რომ შევხედოთ, საკმაოდ ლოგიკურია რაც ხდება. ანუ იმ გეოპოლიტიკური მოცემულობიდან რაც ამერიკაში ხდება და სამყაროში ხდება. უყურეთ ამერიკა როდესაც იზოლაციონიზმს აცხადებს, ეს ხომ იზოლაციონიზმია სინამდვილეში. არა სრული იზოლაციონიზმი, რომ მარტო ამერიკის საზღვრებში ჩავიკეტებით. მაგრამ, ფაქტია, რომ დედამიწის უზარმაზარი ნაწილი ამერიკამ დათმო. ამ კონცეფციის თანახმად. ხომ ასეა? რატომ ხდება ეს? მეგობრებო, ეს შემთხვევითი არ ხდება. ანუ რამე კი არ გაგიჟდნენ ამერიკელები და აი რაღაც შეუძლიათ დედამიწა აკონტროლონ და აი რაღაც სულელები არიან, ვერ გათვალეს და კაი მოდი რა, ჩინეთს და რუსეთს დაუთმოთ რაღაც ასპარეზი, ევროპამ თავის თავს მიხედოს და შემდეგ. არა მეგობრებო, აი როგორც რომის იმპერია რაღაცა მომენტში
იმის ატლანტიკის ოკეანიდან დაწყებული ერაყში მთავრდებოდა და დუნაის ნაპირიდან ეგვიპტეში მთავრდებოდა, ხო, უზარმაზარი იმპერია იყო. რაღაცა მომენტში დაპატარავდა და ბიზანტია გაჩნდა, იმიტომ რომ ვერ აკონტროლებდა, ხო, ცენტრი უკვე ამხელა ტერიტორიებს და ძლიერი მოწინააღმდეგეები გაჩნდნენ და თვითონ დასუსტდა. ზუსტად მაგ ეპოქაში შევდივართ. ანუ სინამდვილეში რომის იმპერია ეხლა დაიშალა, ამერიკის პაქს ამერიკა დაიშალა და ბიზანტია გაჩნდა ამერიკის სახით. აი, პარალელები რო გავავლოთ ისტორიული. ვერ აკონტროლებენ ამერიკელები, არა აქვთ პირველ რიგში შიდა რესურსები, შიდა დემოგრაფიული, სოციალური მზაობა, მდგრადობა იმისთვის, რომ ეს გააკეთონ და მოწინააღმდეგეები გაძლიერდნენ. კი, ეგ არის მთავარი. სხვა იმპერიებიც გაჩნდა. კი, ეგ არის მთავარი სინამდვილეში. აი შეადარეთ 20-30 წლის წინ კონკურენტი ძალების, მაგალითად ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ეკონომიკის მოცულობა რამხელა იყო და ამერიკის რამხელა იყო, ანუ თანაფარდობა რამხელა იყო და ეხლა რამხელა მათ ეკონომიკებს შორის თანაფარდობა. ეხლა ფაქტიურად არის მოცემულობა, სადაც ჩინეთის ეკონომიკის ზომა გაუტოლდა ამერიკის ეკონომიკის ზომას. ეხლა ხო გვესმის, რომ როცა კონკურენტი თუ იმდენად პატარაა, რომ ფაქტიურად კონკურენტადაც არ ითვლება, მან შენი პოლიტიკური ნება, შენი ხარჯი, რომ გაავრცელო შენი გავლენა და ნება მოახვიო სხვა ქვეყნებს, სადაც ვერავინ შეგეცილება, ბევრად სუსტები არიან და შესაბამისად გლობალური ჟანდარმის, გლობალური პოლიციელის, გლობალური წესრიგის ნორმების დამცველის როლის თამაში, ბევრად მარტივი ამოცანაა. თუ ეხლა მოწინააღმდეგე გახდა მოწინააღმდეგის ეკონომიკური ძალები, გახდა ტექნოლოგიური ძალები, რაგი თანაბრდა, მათ შორის ტექნოლოგიური ავტონომიურობა იმ ხარისხში ავიდა, რომ შენ უბრალოდ ვეღარ იმ ხელა ძალისხმევა გიწევს, რომ უბრალოდ შენი საზოგადოება საკითხს ეგრე გვაქვს კი ამ ხელა мотиваცია, რომ სადღაც შორს უკრაინაში, ან მით უმეტეს საქართველოში ვეჭიდაოთ ვიღაცას, მაგალითად პოტენციურად საქართველოში როგორ დგას საკითხი. საქართველოში საკითხი დგას ესე, რომ კი ამერიკა თუ ძალიან, ხო, უბრალოდ არ უნდა, თორე რომ მოინდომონ. ხო, აი ნახე, ეგრეთ დგას, აი რომ დაუშვათ ამერიკაში, ამერიკამ ძალიან მოინდომა. უბრალოდ საკითხი როგორ დგება, იცით, რა თქმა უნდა საქართველოს ახლა ქოცებს უკან დაახევინებს, ახლა თუ ძალიან დაძაბა. ოღონდ მან საკითხი როგორ დგას, ცით, რუსეთი მაგ შემთხვევაში რანაბიჯს გადადგას არავინ არ იცის. თან გადადგავს სავარაუდოდ დიდია შანსი, რომ გადადგას ხისტინაბიჯები. და მან ამერიკას აღარ აქვს мотиваცია მასეთ სიმწვავეში შეყვეს, უკრაინაში ლაგდება ეგრევე პირდაპირ ამბობს, აღარ მაქვს мотиваცია ასეთ გამწვავებულ ფორმატში გავყვე პროცესებს, იმიტომ რომ ჩინეთი ძლიერდება ძალიან ამის გამო. ჩინეთ-რუსეთის ალიანსი პრობლემაა ჩემთვის, ამიტომ უკრაინას წამგებიან ზავს ვახვევ, ვაიძულებ იმისთვის რომ რუსეთი მოვიმადლიერო და ხო ეს რაღაცა ხო ჩემს ხარეს ამაზიანებელი ალიანსის პროექტი ვერსია რაღაცნაირად ხო აი მოდი ასე ვთქვა ეგ არის ანუ ზედმეტად გაძლიერდა ჩინეთი პირველ რიგში ჩინეთი ხო გვესმის რომ ჩინეთი კვებავს რუსეთს რესურსებით ფულით ეხლა ჩინეთი ყიდულობს უდიდეს ნაწილს რუსული ნავთობის და ეს რუსული ნავთობი არის სისხლი ამომის, ხო? სისხლი საკვები ნივთიერებები ამომის. თავარი საექსპორტო პროდუქტი. თავარი რითიც რესურსი იღებს, ხო? ნავთობი და გაზი. მათ შორის ტექნოლოგიურადაც რუსეთი იღებს ძალიან მნიშვნელოვან ტექნოლოგიებს ჩინეთი. და რუსეთი ჩინეთის შესაბამისად ვინაიდან იაფად ყიდულობს, ძალიან სწრაფად ვითარდება. კი, ანუ წარმოიდგინეთ, ჩინეთი იღებს იაფ ნავთობპროდუქტებს პირობებში, სადაც კონკურენტული გარემოა მსოფლიოში, ანუ ევროპა ყიდულობს ზვირად, ჩინეთი ყიდულობს იაფად, ხო? იმის წარმოება უფრო იაფიჯდება. ამ პროცესში ამერიკის პრობლემა ეგ არის, რომ მოწინააღმდეგეს აი ამ ალიანსის ფორმატში უბრალოდ აღარ ვეღარ ერევა. მარტივი აღარ არის ამორევა. ერთი საკითხის დავამატოთ, ანუ რაც შენ აღნიშნე პირველი ის, რომ თანაბარი ძალა გაჩნდა ჩინეთის სახიდან, ნუ რუსეთიც პრინციპში ხა შეიძლება ეკონომიკური თვალსაზრისით ჩამოუვარდებოდეს ამერიკას, მაგრამ ხა
სამხედრო პოტენციალში, განსაკუთრებით ბირთვულ პოტენციალში არაფერში არ ჩამოვარდებოდა. პარიტეტი აქვს ამერიკასთან. არა, ხო, მოდი ასე ვთქვათ, ვიღაცამ შეიძლება κρიტიკული შეაფასოს ეს კონვენციური იარაღი რა თქმა უნდა ჩამოვარდება, ბირთვული ჩამოვარდება, უბრალოდ ომი მიმდინარეობს ტერიტორიაზე, რომლის მიმართაც რუსეთს ძალიან მაღალი мотиваცია აქვს და ამერიკას აქვს დაბალი. ამერიკა საერთოდ ვერ დაარწმუნებს საკუთარ მოქალაქეებს, პირიქით, არათუ ვერ დაარწმუნებს, რომ წამოჭრას ტრამპმა ან ნებისმიერმა ამერიკის პრეზიდენტმა, ვინც არ უნდა იყოს, ხვალ რომ წამოჭრას საკითხი, რომ მოდი რა, ამერიკელი ჯარისკაცები გავაგზავნოთ უკრაინაში, ეგრევე წააგებს, საერთოდ, განულდება. ეგეთი პოზიცია ამერიკაში. ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ მოწინააღმდეგე გაძლიერდა და ეგეც ისტორიული პროცესია, ხო? ვიღაცა ძლიერდება, ვიღაცა სუსტდება. თვითონ დასავლეთის სუსტება შიგნით. აი მაგალითად ჩვენ რომ ავიღოთ, აი თან ეს ყველაფერი დათვლადია, ანუ ეს არ არის რაღაცა ჩვენი სუბიექტური აბსტრაქტული შეხედულებები. მაგალითად, აი პირველი მსოფლიო ომის პერიოდში რატომ ახერხებდა ასე მარტივად ევროპა სამყაროს დაპყრობას? აი რატო იყო მაშინ კოლონიალური ეპოქა? რატო ქონდა დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, სხვა ევროპის ქვეყნებს მთელი მასშტაბით კოლონიები, მათ შორის ჩინეთიც დიდწილად, ჰონკონგი მაგალითად, ინდოეთი დამოკიდებული იყო ბრიტანეთზე, ხო? სამი რაღაცის გამო. ჯერთი ბევრნი იყვნენ, ბევრმა არ იცის, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დროს, აი მაგალითად 1914 წლის მდგომარეობით დედამიწის 1/13 იყო ევროპელი. ანუ დედამიწის 1/13, 30% იყვნენ ევროპელები. ბევრნი იყვნენ. და ყველაზე მდიდრები იყვნენ. ინდოეთში არ არსებობდა წარმოება. ჩინეთში არ არსებობდა წარმოება. და იმაში გერმანიაში, საფრანგეთში და ინგლისში და ამერიკაში ლინკორებს აშენებდნენ, ხო რა, უზარმაზარ გემებს, ხო? ანუ ის ქვით და მშვილდისრით იყო შენიყავი გემით, ბომბდამშენით და ტყვიამქრევით და артиლერიით და პლუს ბევრი იყავი. დღეს წარმოება ჩინეთს ბევრად უფრო მეტი აქვს, ვიდრე ერთად აღებული მაგალითად ევროპის წამყვან ქვეყნებს. ევროპელები დედამიწის რაოდენობის სულ 7% არიან და შიდა იდეოლოგიური თუ კულტურული თუ იდენტობის პრობლემა აქვთ. ანუ შიდა კრიზისიც აქვთ. ერთმანეთს იქ ვიღაცა სოციალისტია, ვიღაცა ლიბერალია, ვიღაცა კონსერვატორია, მიგრაცია დაუშვეს, კიდევ უფრო ფრაგმენტაცია მოხდა, პლურალიზმი გააკეთეს, მრავალფეროვნება გააკეთეს და დასუსტა ამის შედეგად ჩინეთში ერთსულოვნება, ინდოეთში ერთსულოვნება, რუსეთში ერთსულოვნება, ირანში ერთსულოვნება, თურქეთში ერთსულოვნება და მრავალფეროვნება ბრიტანეთში, მრავალფეროვნება ამერიკაში და დასუსტა. და კოდაჟოდ მაგაზეც გადა. მაგაზე მოგვიანებით ვილაპარაკოთ მაგაზე. აი ერთი დავამთავროთ უბრალოდ აქედან გამომდინარე რუსეთთან რა პოზიციას ირჩევს ტრამპი. საერთოდ ჯერ კიდევ ჰენრი კისინჯერის პერიოდიდან მოყოლებული ეს დოქტრინებში უწერიათ ამერიკელებს. ჰენრი კისინჯერი, მერე ზბიგნევ ბზეჟინსკიმაც იგივე გაიმეორა თავის საჭადრაკო დაფას წიგში და ეგეც საგარეო კონცეპტუალური აპრიორი პოსტულატი იყო ამერიკელების, რომ არავითარ შემთხვევაში ამერიკას არ უნდა დაეშვა რუსეთის და ჩინეთის ალიანსი. რუსეთის ბირთვული ტრიადა და პოტენციალი, რუსეთის ეკონომიკური პოტენციალი და ჩინეთის დემოგრაფია, ტექნოლოგია და წარმოების მასშტაბის ალიანსი იქნებოდა დაღუპვა ამ იმის შეერთებული შტატების. ვერ დაუპირისპირდება ამერიკა ამ ალიანსს. მაგიტომაც მოხდა დენ სიაოპინის დროს, როდესაც ამერიკელებმა გადაიბირეს ჩინეთი და ჩინეთმა იხეირა მაგით, ანუ ამერიკის კაპიტალი, ტექნოლოგიები გამოიყენა თავისი წარმოების გასაზრდელად, მაგრამ ამერიკის და ჩინეთის ალიანსი შეიკრა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ეხლა დაახლოებით იგივე ცდილობს ტრამპი რუსეთთან მიმართებაში, რაც 70-იანების ბოლოს გააკეთეს ჩინეთთან. იმიტომ რომ მაშინ ობიექტურად საბჭოთა კავშირი უფრო ძლიერი იყო ვიდრე ჩინეთი. დღეს იგივე ხდება, ანუ ტრამპი ცდილობს რომ
მოიმადლიეროს რა უკრაინის გადაცემით და რუსეთის გავლენის ზონების აღიარებით ტრამპი ცდილობს რომ მოიმადლიეროს პუტინი და თავისი მოკავშირე თუ არა ნეიტრალური პარტნიორი გაიხადოს ჩინეთთან მიმართებაში. სინამდვილეში ამერიკისთვის ეგ არის ლოგიკური. აი მოდი ახლა მან დავფიქრდეთ. აი თუ ამერიკა სამყაროს ერთპიროვნული ჰეგემონი გამოცხადებულად არ არის. თუ ამერიკა რუსეთის გავლენის ზონებს აღიარებს და უკრაინის დათმობა რუსეთისთვის მაგის აღიარებას ნიშნავს და არა მარტო უკრაინა იგულისხმება, იქ სავარაუდოდ იგულისხმება პოსტსაჩუთა სივრცეც საქართველოს ჩათვლით. თუ ეგ ხდება, ამერიკა აღიარებს რუსეთის გავლენის ზონებს. და ამის სანაცვლოდ პლუს სტიმულაცია ხდება, რომ მოდი ვივაჭროთ, ამერიკული კაპიტალი შევა რუსეთში, ერთად დავიწყოთ არქტიკის ათვისება, იმაში დიდ შვიდეულში დაგაბრუნებთ, სანქციებს მოგიხსნით, ჩავეხუტოთ ერთმანეთს ტექნოლოგიებსაც გაგიზიარებ და ასე შემდეგ. ოღონდ ძალიან ღრმა სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ალიანსში არ შეხვიდე ჩინეთთან. როგორ ფიქრობ, რუსეთი რას გააკეთებს? აი რუსეთის ნაბიჯი რა იქნება? ნუ აქ ერთი პრობლემაა, რომ რუსეთი თუ ძალიან მნიშვნელოვანი დათმობები არ იყო, ძალიან მნიშვნელოვანი. რუსეთი მარტივად ჩინეთის ალიანსთან, ჩინეთთან ურთიერთობებისაც ვთქვათ, ჩაშლას მოერიდება, იმიტომ რომ ახლა ფაქტია, რომ ამერიკის პრობლემა რაში მდგომარეობს? ამერიკის პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ 4 წელიწადში ერთხელ შეიძლება პოლიტიკა თავდაყირა დადგეს. ანუ აი მაგალითად ტრამპი რაღაცას ჩამოართმევს ხელს, მოვა ვიღაცა ახალი ბაიდენი და ამერიკას რატო არ შეუძლია გრძელვადიანი, მათ შორის მოკავშირეობის ფორმირება და სტრატეგიის ფორმირება, იმიტომ რომ ნუ გაურკვეველია 4 წელიწადში კონგრესი როგორ დაკომპლექტება, პრეზიდენტი ვინ იქნება, გაურკვეველია. მანქანა გამოდიან რუსეთის სინამდვილეში აი მაგალითად მოლაპარაკებები რომ მიდის უკრაინის ფრონტთან დაკავშირებით, რუსეთს რაც ჩანს ახლა ზედაპირზე, რუსეთს თავისთვის მომგებიანი პირობებით ეხლავე შეუძლია ამ ომის დასრულება. უბრალოდ ეს მომგებიანი პირობების ხარისხს გააჩნია. რა თუ არ იქნა ძალიან მნიშვნელოვანი დათმობები დასავლეთის მხრიდან, რომელიც მისთვის ეს სტრატეგიული დათმობები გამოდგა, ხო? და რაღაცა შეთანხმება მაგის საფუძველზე არ დაიდო იგივე ამერიკა. მესმის, კი. მაშინ ნუ გაუკვირია იქ რაზე ხვალ შეიძლება ხვალი გადატრიალდეს თავდა. სავარაუდოდ არ გადატრიალდება და მინიმუმ 15-20 წელი ამ პოლიტიკას გააგრძელებს ამერიკა. ისტორიული პროცესია, ანუ შემთხვევით ტრამპის მოსვლით კი არ მოხდა კაცო. ხალხმა აირჩია ეს პოზიცია და ეს გაგრძელდება. მაგრამ უყურე მე მესმის, შენ რასაც ამბობ, ანუ ცარისკოა ეხა ჩინეთთან ურთიერთობების თუ ეხა არ დაუპირისპირდება, მაგრამ ვექტორის ცვლილება. ანუ აი რა უნდა ჩაშალოს, რაღაცა პირობები ჩაშალოს საეჭვო შეთანხმების სანაცვლოდ. კი ბატონო. ეგ უჭირს ტრამპის ამოცანაში ეგ არის სირთულე. შეთანხმები, მაგრამ ნუ ფაქტია, რომ რა შეთანხმება ეხლა იდება უკრაინასთან, ეგრეთ წოდებული ტრამპის 28 გვერდიან იმას შეთანხმებას რო გულისხმობენ, მან ერთადერთი საკვანძო საკითხი დარჩა დონეცკის ის დარჩენილი ტერიტორია. დანარჩენი პრაქტიკულად შეხმატ ისა შეთანხმებულებია. მან უბრალოდ რა მოხდება, ნახე რა არის პრობლემა. მაგ ფორმატის შეთანხმებაში, რომელიც მაგიდაზე დევს, სინამდვილეში რუსეთი არაფერ პირობას არ იღებს, აი თქვა ჩინეთთან აი მის გაწყვეტის კუთხით. მან უბრალოდ ანუ ამერიკის სტრატეგია რა იქნება? ამერიკა ხვდება რომ ვერაფერ იმგვარ დათმობაზე წამოყვან შეუძლებელი იქნება რომ რაღაცა ჩაჭერი ჩინეთთან, იმიტომ რომ რატო უნდა ჩავჭრა ურთიერთობები, რომელიც გადამწყვეტ მომენტში გვერდში დამიდგა და შენ რაღაც გადამწყვეტ მომენტში მივტყავდი. ისედაც არის, ან მაგ მოთხოვნას ვერც დაუყენებ. უბრალოდ თავისთავად შექმნილი რეალობა, სადაც ეკონომიკური კავშირები გაიზარდა ამერიკასა და რუსეთს შორის, რუსეთს სანქციები მოეხსნა, რუსეთის ბუნებრივი დამოკიდებულება ჩინეთზე შემცირდება, მაგის იმედი აქვს ტრამპს, რომ ეს ბუნებრივად უზრუნველყოფს, ასე ვთქვათ, ისეთ ურთიერთობას მომავალში, რომელიც ზედმეტ დაახლოებას გამორიცხავს. ამერიკა სხვა ქვეყნებში ჩარევას დასავლეთის მიღმა ნაკლებად აპირებს, ზოგადად შეცვალა მან. შეიცვალა ზოგადად მსოფლიო წესრიგი, ხო?
ესეთი დოკუმენტი გამოიცადა. ეს არის მე მაგალითად პრობლემას რაში ვხედავ, გეტყვი საქართველოს. ეს ჩვენი ანალიზი ზოგადად ცოტა წინ უსწრებს იმ ვითარებას, რომელიც საქართველოში არის პოლიტიკურად და ცოტა ცდება ეს ყველაფერი საერთოდ პრობლემაა. და რატო უყურელას შესაქმე? საერთოდ საქართველოში არის ეხა დღეს ვიმყოფებით ასეთ მოცემულობაში. საქართველოში არის ერთი მხარეა, რომელიც ვაიმე კობახიძე პუტინთან ზის და ის არის, რა ქვია, დავიღუპეთ. და მეორე მხარეა და ქართული ოცნება დაუპირისპირდა deep states და გლობალისტებს და ქართული ოცნებას გაუმარჯვებს. აი ამ რეალობაში ვცხოვრობთ, ხო? ანუ სინამდვილეში ხდება რა, მეგობრებო? დასავლეთმა თავისი პრიორიტეტები ამერიკამ თავისი პრიორიტეტები შეცვალა, სხვა პოლიტიკაზე გადავიდა და საქართველო კი არ დაუპირისპირდა deep states და საქართველო კი არ გახდა რაღაცა ამდენი ხანი მარწუხებში იყო და ეხა განთავისუფლდა და ეხა ის გახდა რა ქვია. არაფერი უბრალოდ აქტუალურობა და დასავლეთ პოლიტიკა შეიძლება. ანუ აქ სინამდვილეში რა არის ის და საქართველოსთვის ეს ყველაფერი ხო რაღაცას უნდა ნიშნავს. ეს ხო არ შეიძლება უიმე ამერიკამ კი გამოაქვეყნა ეს, მაგრამ რაღაცა სისულელე დავასკვნათ, ხო? საქართველოსთვის ამ ყველაფერს აქვს მნიშვნელობა ის, რომ საქართველოში რასაც ვხედავთ, რომ ხდება, ეს ხდება გარედან, ხალხო. გარედან მომწიფებული სიტუაციის გავლენას ვხედავთ საქართველოში. ქართულმა ოცნება არაფერი არ შეცვალა. არაფერი არ ხდება. ანუ არაფერს არ აკეთებს, არაფერს არ ითვლის. არაფერი პოლიტიკა არ აქვს. არავისთან დალაგებული არ არის. ეგ აი თუ კი რამე მნიშვნელოვანი დასკვნა უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ გარეთ რაღაცები ხდება, ხალხო, სულ სხვა რეალობაში ვცხოვრობთ და საქართველოში არის ორი მხარე, ერთს გონია, რომ ისევ 90-იანებია და ეხა უბრალოდ ტრამპი მოისყიდა პუტინს. ხო, ქართული ოცნება მოისყიდა ხო პუტინმა და ეხლა რაღაცა ქართული ოცნება არის რუსული ოცნება და მეორეს გონია რომ ქართული ოცნება განთავისუფლდა დასავლეთის მარწუხებისგან და ამას ცდილობდა თურმე ამდენი ხანი. ეგ არის დამღუპველი, აი ესეთი არაადეკვატური წარმოდგენები. რეალობას უნდა გაუსწოროთ თვალი. ამერიკამ გამოაქვეყნა მეგობრებო და ეს ამიტოა მნიშვნელოვანი. ამერიკამ გამოაქვეყნა და ჩვენთან რაც ხდება, მაგას ცემს სწორედ ეგ პასუხს. საქართველოში რატომ არ არის იცით აი ეს გავლენები და ეს რატომ სინამდვილეში ქართული ოცნება განთავისუფლდა დასავლეთისგან? იმიტომ რომ დასავლეთმა შეცვალა პოლიტიკა.